მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქრისტეს მიერ საყვარელი დანო და ძმანო, იმ მაყურებელთა გასაგონად, რომლებიც ახლა ამ დროს ქართული არხის ეთერზე ელოდნენ გადაცემას სინერგია, შეგახსენებთ, რომ სინერგია ჩვეულებრივად მომდევნო კვირიდან ისევ გავა ამ დროს, უბრალოდ დღეს ტექნიკური მიზეზების გამო მე ჩავანაცვლებ ამ გადაცემას და ეს გადაცემა შეკითხვა მოძღვარს, ესეც პირდაპირ ეთერშია, მით უმეტეს თქვენ შეგიძლიათ ეს დრო და ეს ეთერი ახლა ამ წუთას გამოიყენოთ იმისთვის, რათა დასვათ შეკითხვები, ვინაიდან მართლმადიდებლური სამყარო მოგესწრებათ, რომ დღევანდელი დღიდან შეუდგა დიდ მარხვას და მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა ყველა მართლმადიდებლის ცხოვრებაში და ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ მარხვისკენ გზაზე ვინც გავემგზავრეთ, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ერთგვარი მოგზაურობა, ამაზე ჩვენ გვითქვამს კიდევ და კიდევ ვისაუბრებთ. თუ ჩვენი სიტყვა აქედან ჩვენგან შეგეწევათ ამ გზაზე დაგემგზავრებათ, გაგარკვევთ რაღაცეებში, მაშინ ეს გადაცემა ალბათ თავის მოვალეობას ამით გაამართლებთ და დღევანდელი გადაცემის მიზანი სწორედ ეს არის. ამიტომ ჩვენ ველოდებით თქვენგან შეკითხვებს და შეკითხვამდე ზოგადად მაინც ჩვენ დავიწყებთ ისევ თემით ამ დიდ მარხვის თემით და კონკრეტულად ანდრია კრეტელის კანონით, რომელიც დღეს დაიწყო და მოგესალმებით, რომ დღეს სერობის დიდი სერობაზე სწორედ წაკითხული იქნა ყველა ტაძარში ანდრია კრეტელის დიდი კანონი და ეს ლოცვა და შემდეგ ეს ხუთშაბათის ჩათვლით შესრულდება. ახლა რატომ ხდება ასე დიდ მარხვის დაწყება, რატომ არის ასე რატომ ემთხვევა სწორედ მაინც და მაინც ეს კრეტელის დიდი კანონი, ამაზეც ვისაუბრებთ გზა და გზა და დავიწყებთ ისევ და ისევ ამ დიდ მარხვის გააზრებით და ამაზე მსჯელობით. ზოგადად მოგეხსენებათ, რომ საერთოდ ქრისტიანული თემები და სულიერების გზაც არის ამოუწურავი და ადამიანები ჩვენ ვიმყოფებით ამ გზაზე ყველანი, ჩვენი წმენის საზომისაებრ, ჩვენი მოწყურების საზომისაებრ სხვადასხვა მდგომარეობაში და ჩვენი შეკითხვებიც აქედან არის, ინტერესთა სფეროც აქედან არის, ჩვენ ყველანი ქრისტესკენ ვართ მიზიდული და ქრისტეთი მივიზიდებით, ეს არის მთლიანად. დანარჩენი უკვე ჩვენ იმის მიხედვით თუ რა დაგვეტევა, რამდენად ვარ წაწეული ამ სულიერების გზაზე სად ვიმყოფებით, შესაბამისად ჩვენ განვისწავლებით სული წმინდისაგან და შესაბამისი პური გვეძლევა იმ გზისთვის, იმ მონაკვეთისთვის რა გზაზეც და რა მონაკვეთშიც ვიმყოფებით ამ გზაზე. ეს ქრისტიანობა, ამიტომ ეს არის გზაზე ყოფნა. ამიტომ ამ გზაზე არიან ახალდამწყებები, არიან ვინც გარკვეული მანძილი გაიარეს, არიან დამაშვრალები ამ გზაზე დიდი ხნის. ამიტომ წინა მდგომარენი, ამ შემთხვევაში მოძღვრები, უფრო გამოცდილი ქრისტიანები, ისინი ვალდებულიც არიან, რომ თვითონ თავიანთი ცხოვრების წესით თუ სიტყვით თუ შეწევნით ყველანაირად იყოს შემწენი იმათვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს გამენ ამ გზაზე. სწორედ ეს არის ქრისტიანობის მთლიანი არსი ურთიერთშეწევნა. ამიტომ ვარ ჩვენ ერთი სხეული ქრისტეს ეკლესია. ახლა ზარია ჩვენს ეთერში და მე ჩვენ გავაგზავნებთ საუბარში. დამლოცეთ მამაო. დაგლოცოთ უფალმა და ისაუბრეთ. გისმენთ? პირველი მაინტერესებს რას ნიშნავს? და აუცილებელია თუ არა ერის ადამიანი დაესწროს? რას ნიშნავს რა პირველ შეწირული რას ნიშნავს მამაო? შემოდის ეთერში და ჩვენ ახლა შეკითხვაზე უპასუხებთ. მანამდე ახლა სანამ შეკითხვას უპასუხებთ, მე ხა დავასრულებ და შემდეგ გავაგრძელებთ ამ შეკითხვაზე პასუხს, თუ კი ანდრია კრეტელის და შემდეგ პირველ შეწირულის სწორედ ლიტურგიას ზე ვილაპარაკებთ და ანდრია კრეტელის კანონს რაც შეეხება ეს სწორედ დიდ მარხვის დასაწყისში, ახლა იმიტომ რომ საფუძველი ეს არის და მე ჩვენ გავშლით ამ თემას. ანდრია კრეტელის კანონი, დიდი კანონი, ეს
ამით იწყება დიდი მარხვა და რა ხდება? საიდან ვიწყებ ჩვენ ზოგადად დიდ მარხვას? აი ალექსანდრე შმემანს აქვს ნათქვამი და თავის დიდ მარხვაში ეს ლიტერატურაში წიგნში ასეთი უწერია. შემდეგი რომ დიდ მარხვა ეს არის ადამის სინანული. ფაქტობრივად ჩვენ ამით შევდივართ ადამიანის განწყობაში, ადამიანის დამოკიდებულებაში ამ სინანულის, ადამიანის სინანულის ვაიგივებთ და ამიტომ არის მძაფრი განცდა, როდესაც ადამიანი მთლიანად განიცდის ამ თავის ცოდვებს, არა ცალკეულ ცოდვებს, არამედ ცოდვას როგორც აცდენას, ცოდვას როგორც მართალი გზიდან გადაცდენას. აი ეს არის ანდრია კრეტელის აქედან იწყებს პირველი მუხლი, აი შემდეგი სიტყვებით იწყება, ეს არის ვინაი ვიწყომე გლოვად საქმეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ანუ რომელი დასაბამი ვყო ქრისტე გოდებისაი ამის, არამედ ვითარცა ტკბილმან მომცენ ცრემლნი ლმობიერნი. დიახ, თვითონ ანდრია კრეტელი ზოგადად ორიოდე სიტყვით რომ ვთქვათ, ეს მისი ისტორიიდან ეს იყო მოგესალმებათ კრეტა ისტორიით, იმიტომ არის ნახსენები კრეტას მთავარი ეპისკოპოსი იყო, მაგრამ საოცარი მისი ისტორია რომ ეს ბავშვობიდან თითქმის 7 წლამდე არც ლაპარაკობდა, ეს მუნჯი იყო და შემდეგ გამოიდგა ენა და შემდეგ უკვე იმდენად გაიწაფა და იმდენად დაინტერესდა ამ ქრისტიანულ მოძღვრებით, რომ უკვე 14 წელი და ფაქტობრივად მთელი ცხოვრება მას შეწირული ჰქონდა ქრისტიანობისთვის, მთლიანად შეწერა თავი, შემდეგ იყო იერუსალიმში და რო ჩამოვიდა უკვე კრეტის მთავარ ეპისკოპოსად აკურთხეს და თავარი აი მნიშვნელოვანი კიდე რა არის, რომ ეს სწორედ ეს განცდა მარხვის, დიდ მარხვის, აი დიდი სინანული, საიდან მოდის ეს აბადოროთეს აქ აი მე-6 საუკუნის წმინდანი ესეც ასეთი შედარება, აი რატომ მას კითხვას უსვამს ერთი მთავარი ქალაქის, რომ რატომ არის რომ ჩვენ თქვენ წმინდანები და წმინდა მამები ზოგადად ისტორიაში ზრდას რომ რაც უფრო მეტად განხდობილი ხართ, რაც უფრო მეტად უახლოვდებით უფალს ღმერთს, მით უფრო მეტად ესე იგი ტირი ხარ ცოდვებზე, ტირიან ზოგადად და თითქოს პარადოქსია იმის ნაცვლად რომ ადამიანი ღმერთს რო უახლოვდება და განიწმიდოს, გაძლიერდეს, რაღაცაით ამაღლდეს და უხაროდეს კიდეც და პირიქით ძლიერდებოდეს, ამ შემთხვევაში ხდება პირიქით პროცესი, წინ წაწეულობის, ანუ სულიერ გზაზე წარმატების ნიშანი ხდება გარკვეულ მომენტამდე უფრო გლოვა, უფრო ტირილი და უფრო განცდა საკუთარი ცოდვებისა, ვიდრე თვითონ სიხარული, ესე რომ ვთქვა. სიხარული თავისთავად მოყვება და თანამდევია სიხარულის გარეშე ქრისტიანული მსახურება არ არსებობს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია თუ რატომ ცრემლები, რატომ ტირილი, რატომ გოდება და შემდეგ საინტერესოდ ყვება. დიახ, ზარია ჩვენს ეთერში? მე მაინტერესებს აი მარხვისგან განსხვავებული კითხვა მაქვს. ის აი მიცვალებულზე ამბობენ გარდაცვალების შემდეგ სამი დღე სული სახლში ტრიალებს და რამდენად მართალ ნამდვილად ასეა თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ. დიახ, ეს შეკითხვები ძალიან ბევრია, თქვენ აქ მაყურებელი უყურებს და უამრავი კითხვა შეიძლება ეს ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა ზოგადად მე გითხარით სულიერება, ესეთი ფართო სპექტრია, რომ აქ უამრავი კითხვა შეიძლება დაისვას, მე გთხოვდით მაინც დღეს პირველი დღეა, აი ვინც მაყურებელს, რომ უშუალოდ ჩვენ აქცენტი გავაკეთოთ თვითონ არზე, დიდ მარხვის არზე, რომელიც დავიწყეთ. ამიტომ მე არ გაგიკვირდეთ, თუ კი მე ცოტა პასუხს ის ნაკლებ დროს დაგითმობთ ისეთ კითხვაზე, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება გადავწიოთ და უფრო დრო დაუთმოთ, უფრო მნიშვნელოვანი. სწორედ დღეს ჩვენი გადაცემის ეთერზე რო გადის გადაცემა, სწორედ ერთ-ერთი პირველი, ესე იგი ჩვენი მიზანი ის იყო, რომ აი პირველი დღე და დიდ მარხვა
თუ ადამიანმა არასწორად დაიწყო ეს დიდი მარხვა, მთელი 8 წელი სახარებაში წერია, რომ თუ კი განუსჯელად განჯის გარეშე ვიღვაწებთ თუ შედეგს ვერ მივიღებთ. ანუ თვითონ 8 წელში კი არ არის, აი დავუშვათ ფიზიკური თავშეკავებაში, თუნდაც ძალისხმევაში, თუნდაც დასწრებაზე, მსახურების, კრეტელის ლოცვების, თუნდაც მთლიან იმდენად ეს თავისთავად ცხადია, რამდენადაც სწორ გააზრებაში დიდი მარხვის. ამიტომ მე მინდა ეს დღევანდელი ჩვენი გადაცემა სწორედ ამ ნიშნით წავიდეს. ამიტომ ცოტა ისეთ კითხვები, რომელიც უამრავი შეიძლება დავსვა და ძალიან ბევრი გვაინტერესებს, ცოტა სხვა დროისთვის გადავდოთ. ამას გთხოვდით და მეტი აქცენტი ძალიან გთხოვთ დაუთმოთ სწორედ იმას, რომ გავიაზროთ ეს დიდი მარხვის შინაარსი, არსობრივი მხარე. იმიტომ რომ ამის ფუფუნება, ამის გაგები შეიძლება თქვენ სხვა მაშინ ნაკლებად მოგეცეთ ან დაკავო დროის გამო ან თვითონ შეიძლება ისეთი ტაძარში უფრო მსახურებებია რაღაცა იმდენად ან იმათ ეხება ეს რომლებიც მაინც და მაინც ბრეული არ არიან ჩვენ ეს ტელევიზიაც სწორედ ამისთვის არის გათვლილი და რაც შეეხება ხა სულის გარდაცვალების გასაგებია ხო სამი ეს ქრისტე მესამე დღეს აღდგა და ამ მესამე დღეს სული წარიყვანება უფლის წინაშე მოიხილავს სასუფეველს დაანახვებენ ყველაფერს უფლის წინაშე წარდგება მე ისე უბრუნდება მიწას და შემდეგ უკვე ხდება 40 დღე აქ არის, იმიტომ რომ სული და სხეული მაინც ახლოს არის ერთმანეთთან და უცბად ეს გაყრა და დაშორება ეს ადვილი არ არის და შემდეგ ამიტომ არის ჩვენ 40 დღის მანძილზე მუდმივად შევეწევით ახალ გარდაცვლის პანაშვიდები და ასე შემდეგ და მე სული უკვე დაელოდება მეორედ მოსვლას ზეცად და დაელოდება სწორედ საბოლოო სამსჯავროს. ზარია ჩვენს ეთერში. გამოცეთ მამაო. დაგლოცეთ უპალმა. მამაო, რამოდენიმე წლის განმავლობაში უკვე დიდ მარხვების წინა პერიოდში განსაცდელები იმატეთ და რითი აგვიხსნით. თქვენ კონკრეტულად თქვენი მდგომარეობა გაქვთ ხედველობაში ზოგადად კალკულატური განსაცდელები გააჩნია ადამიანს ეს არ შეიძლება ვთქვათ რომ ყველასთვის ერთნაირად ზოგს შეიძლება რაღაც განსაცდელმა საერთოდ დააბრკოლოს და გადააგდოს დიდ მარხვას საერთოდ არ დააცვევინეს პირიქით შეიძლება ზოგი სიხარულითაც იწყებს გაცნობიერებული აქვს და უფალი მას იმდენ ტვირთს არ ადებს რომ დააბრკოლოს და უშვებს ისეთნაირად რომ ეს დაიცვას მაგრამ თვითონ უშუალოდ ეს განსაცდელი საბოლოო ჯამში იმისთვის არის რომ ეს დახმარება ერთგვარი რომ მეტი მობილიზაცია გავაკეთოთ ჩვენ მეტად საკუთარი თავი დიდ მარხვისკენ განვაწყოთ იმიტომ ადამიანური ბუნება მაინც გაღურილია დაშლილია ჩვენ ამ დიდ მარხვამდე ვიყავით საზრუნავებში ჩაფრული თავით ფეხამდე რო იტყვიან მთლიანად ამ დროს როცა უშუალოდ იწყება დიდ მარხვა ჩვენს ბუნებას ჩვენს გონებას უჭირს რომ ეს გაფანტული საკუთარი არსება მოკრიბოს და მთლიანად ამ აი ამ მარხვის გადაიყვანო მთლიანად იყოს აი აქეთ ჩართული და ამისთვის შეიძლება ეს განსაცდელები რომელიც მოულეს უფალი ადამიანს ერთგვარ დახმარებათაც დამატებით საშუალებათაც იქცეს იმისთვის რომ ადამიანი მიხვდეს რომ ის თვითონ ვერ გაუკლავდება პრობლემებს რომ თვითონ ეს არაფერი არ არის უფლის გარეშე და მეტი ლოცვისთვის მეტი უფლის მსახურებისკენ განაწყოს მეტად და მეტად ეს იქნება მარხვა ეს იქნება ტაძარში ზიარება აღსარება და ასე შემდეგ ასე რომ ესეც ხელს უწყობს დიახ ახლა ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს აბა დოროთეს შესახებ როდესაც მთავარს ეკითხება ანუ რატომ ხდება რომ ადამიანი ზოგადად წმინდანები რაც უფრო უახლოვდებიან ისინი ღმერთს ნათელს მით უფრო მეტად გლოვებენ და ტირიან და შემდეგ შედარება მოყავს ამ მთავარს ეუბნება აბა დოროთე აბა შენ ვინად მიგაჩნია თავის შენს ქალაქშიო და მე ვარო ქალაქში პირველი კაცი, თავარია, ხო? ამ ქალაქის. აბა რო წახვიდე ანტიოქიასო, ანტიოქია უფრო დიდი ქალაქია, ბუნებრივია და იქ ვინად მიგაჩნდეს იქნებაო საკუთარი თავი და იქო როგორც ერთ-ერთი დიდებულთაგანიო. და რო წარდგო ბიზანტიას რო წახვიდე კონსტანტინოპოლს და იმპერატორის წინაშე რო წარდგეო, აი იმპერატორის წინაშე რო წავდგე, იქო ალბათ ერთ-ერთი მდაბიოთაგანი ვიქნებიო. აი დაახლოებით ასე არიანო წმინდანებიც. ისინი რაც უფრო უახლოვდებიან ერთიან ნათელს იმ უფალს მის შუქს მით უფრო
ამ შუქის ფონზე მათი სიმართლე თანდათან ფერმტალდება და ეს გაფერმტალების კვალობაზე ადამიანი გლოვობს ბუნებრივია და კიდე მეორე ფაქტორია ღმერთი ერთია და ჩვენც ერთი ღვთის ხატი ვართ და ჩვენ ვართ გაჩენილი იმისთვის რომ მას მივემსგავსოთ მაგრამ მიმსგავსებისკენ გზაზე ჩვენ ადამის შობადობით მიდის ხეულებით ერთი ადამიანს უნდა შეეცნო ღმერთი შემდეგ როდესაც ხდება ცოდვით დაცემა ადამი უკვე ადამიანის შთამომავლობით, ესე იგი გამრავლებით მათი შთამომავლობა უკვე იწყებს ღმერთთან მისვლას, ესე იგი ანუ აქ უკვდავება იქნებოდა 64-ში რომ დარჩენილიყო, მაგრამ ცოდვის შედეგად როცა სიკვდილი შემოდის, მაშინ უკვე შვილთა სხმით და ხდება აი ესეთი ნაწილ-ნაწილ საფეხურებად ერთ ღმერთის შეცვლამდე ასვლა და ყველა შთამომავლობა ადამიანთან დაწყებული დღემდე ეს ერთი ადამიანის სულია. ამიტომ ვიც ნამდვილად შეიცნობს მარხვის არს და სინანულის აზრს, ის იმიტომ გლოვობს და იმიტომ განიცდის თავის თავს, რომ ის გლოვობს და ხედავს თავის თავს უკვე ღმერთის წინაშე არა როგორც კონკრეტული პიროვნება, ამ შემთხვევაში დავუშვათ ავიღოთ თვითონ ანდრია კრეტელი. ანუ ანდრია კრეტელი, რომელიც თითქმის ბავშვობიდან შეწირული იყო ღმერთის მსახურებას, დიახ? საერთოდ აი ხო გეუბნები 7 წლის ასაკიდან და შემდეგ მთლიანად მისცა ღმერთს და თითქოს პარადოქსია, რომ ყველაზე მეტად ესე იგი ყველაზე დიდი სინანულის კანონი და ყველაზე ღრმა განცდით სავსე აი ეს ნაწარმოები, ასე რომ ვთქვათ, რაც მან დაწერა და დაგვიტოვა, ეს აქვს ანდრია კრეტელს და რატომ? აი კითხვა არის, ხო საინტერესო კითხვა, თითქოს პირიქით უნდა ყოფილიყო, თუ კი იქნებოდა ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ესეთი ცხოვრება გალია ცოდვაში, დაცემაში, უამრავ ესეთ განდგომილებაში იყო და შემდეგ მოიქცა უფლისკენ და მერე რო დაიწყო სინანული, თითქოს სინანული ბოლომდე არ არის გასაკვირი თუ მას ცხოვრების ბოლომდე ამ სინანულში დარჩება და გამოიგლოვებდა თავის ცოდვებზე არ გაგიკვირდებოდა, მაგრამ როდესაც ესეთი ადამიანი ბავშვობიდან წმიდა ცხოვრებით ცხოვრები გლოვობს ტირის და აი ესეთ გვიტოვებს საუკუნების მანძილზე ყველა ცოდვილისთვის სახელმძღვანელოდ და მისაბაძ სინანულის კანონს აქ უკვე ისმის კითხვა მართლა რატომ და პასუხი სწორედ იმაშია რომ ადამიანი რაც უფრო ახლოს არის ღმერთთან, მით უფრო ის შეიგრძნობს თავის თავს არა როგორც რაღაცა კონკრეტული პიროვნება, კონკრეტული არსება, კონკრეტული დრო და სივრცეში ცხოვრები, კონკრეტული ტრადიციაში, ოჯახში დაბადებული და კონკრეტული რაღაც ხასიათით და გენეტიკით. არამედ როგორც ადამიანის მოდგმა, ის თავის თავში ხედავს ყველა წინაპარს ადამიანიდან დღემდე და ყველა მისი ცოდვა თავის თავში განიცდის. და ამიტომ არის რომ ამ კანონში ჩამოთვლილია პირველი დღიდან ის როცა იწყებს ყველა პიროვნების კონკრეტული ცოდვები და ჩვენ ეს უნდა გავიგოთ არა როგორც ისტორია მათ ეს ისტორია არაფერს არ მოგცემდა ვინ როგორ ცოდა კაენმა ლამექმა იქ დაფანმა და აბირონმა დაუშვათ აარონის შვილებმა შემდეგ და შემდეგ იქ ლოტმა იოსების ძმებმა და უამრავი ათობით ესეთი პიროვნებებია მოყვანილი და მათი კონკრეტული ისტორიები რატომ თითქოს დატვირთულია თითქოს ზედმეტია აი სწორედ იმაში რომ შენი სულის ისტორია თითოეული პიროვნების ცოდვაში ჩემი სულის ერთ-ერთი მოძრაობა და ერთ-ერთი ვნება რომელსაც განასახიერებს დაუშვათ კაენის ცოდვა იქ კაენი ირჩევს უსისხლო მსხვერპლს აბელი ირჩევს სისხლიან მსხვერპლს რა ხდება რატო დაიწუნა კაენი მსხვერპლი ეს ჩვენ რას გვაძლევს ჩემ თავში უნდა გამოვნახო რით მივდივარ მე ღმერთის წინაშე დაუშვათ კაენი ვით წირავ მიწის ნაყოფს თუ აბელივით მივდივარ მსხვერპლს ვაღიარებ ქრისტეს, იმიტომ რომ სისხლის მსხვერპლი ნიშნავს რომ აღიარებს გამომსყიდველობით მსხვერპლს, რომელიც გამოისყიდის შემცოდვე. ანუ აბელის მიმართულება ეს არის სწორი, ვინაიდან როგორც 64-ში დაცემის აღიარება, რომ ჩვენ ვართ ცოდვის შვილები, აღიარებს, მაგრამ ამავე დროს აღიარებს იმას, რომ ძეხვთისა მოვა და გამოგვისყიდის. ანუ აბელის სიმართლე არის არასაკუთარი საქმეებზე დანდობა ფარისეველით, რომ მადლობ ღმერთო, ასეთი ვარ, არამედ დანდობა წმენით გამართლებაზე. პავლე მოციქული შემდეგ შეხაღადებს არა მკეთებელს, არამედ მორწმუნეს იმის მიმართ, ვინც ამართლებს უღმერთოს. ეს წმენა ჩაეთვლება სიმართლედ. ესმით,
აი ეს არის და კაენი ამ შემთხვევაში ჩვენ რატომ არის კაენის ცოდვა, კაენს მსგავსეო? აი კაენი უკვე წერავს მიწის ენაყოფებს და ბიბლიაში წერია ედემის ბაღში როცა შეცოდა ადამიანმა, იქ ეთქვა შენ მიწა კუროს თავებს აღმოგიცენებს, დაწყევლილია მიწა შენს ანუ აქ მიწა რაზეა? აქ ფიზიკურ მიწაზე არ არის ლაპარაკი. მიწა ხარ და მიწად მიიქცევ. ეს არის მიწიერი ბუნება, რომელიც მოწყდა ღმერთს უკვე ის კუროს თავებს და ესეთი ნარეკლებს აღმოაცენებს. ეს რა არის? ვნებები. რის სხვა შური, ბოღმა, სიძულვილი, კვლელობა, მრუშობა, ყველაფერი ის, რაც ხორცის საქმეებით, რომელიც ბოლოს სიკვდილია, ამის ბოლოს სიკვდილია. ეს მიწად მიიქცევ, გამოსავალი უკვე არ არის, ეს უკვე მოხდა და განაჩენიც მოხდა, რომ ეს სანამ მიწა ხარ და სანამ მიწას არ შეუერთდები. ანუ საქმეებით, საკუთარი ბუნებით ღმერთ ადამიანს არ შეუძლია კეთილი ნაყოფი გამოიღოს. შეუძლებელია იმის მას გამოაქვს ნაყოფები, რომელიც ბოლოს სიკვდილია. და კაენს მიაქვს სწორედ მიწის ნაყოფები. და მიწის ნაყოფები არის სწორედ საკუთარი საქმეებით წარდგა ღმერთის წინაშე და ღმერთი არ იწირავს. ანუ ადამიანის, როგორც ფარისეველის ნაცვლად გამართა და მეზვერე. მეზვერე დანდობილია ღმერთზე. ღმერთის ეს არის აბელის გზა. აბელის მიმართულება და კაენის მიმართულება. კაცობრიობა დღესაც ასეა გაყოფილი. ერთინი, რომლებიც აბელივით აღიარებენ იმას, რომ ჩვენ ვართ ცოდვის შვილები და ჩვენ რაც ბოროტებაა ჩემში, ამის გამო ვერაფრით ვერ შევძლებთ ამის გაკეთილ შობილებას, ვერც ხელოვნებით, ვერც ლიტერატურით, ვერც კანონებით, ვერც სოციალური რეფორმებით, ვერც პოლიტიკური რეფორმების წყობების შეცვლით შეუძლებელია ადამიანის გადაკეთება და ჩვენ შედეგს ხედავთ. 1000 წლის მანძილზე რა არ შეცვლილა, ყველა მეთოდი გამოყენებულია, ყველა რამდენი უამრავი სისტემაა შექმნილი, მორალური, ზნეობრივი, ფილოსოფიური, პოლიტიკური ყველაფერი, მაგრამ ადამიანი ისე დაცემულია და ჩვენს ყოველდღიურობაში ჩვენ ვხედავთ ისეთივე სისასტიკეს, ისეთივე ცოდვებს ადამიანებში, როგორსაც ვაკვირდებოდით 1000 წლის წინ ლამის. არაფერი არ შეცვლილა. ეს პირდაპირ მიუთითებს სწორედ ბიბლიური გადმოცემის ჭეშმარიტებაში, რომ ადამიანის ბუნება დაწყევლილია და ის ადამიანი ვერაფრით, როგორც აი საკუთარი თავს ვერ გამოიყვან თვითონ საკუთარი თმით ვერ ამოიყვან საკუთარ თავს ჩავარდნილი ორმოდან, ასე ადამიანი საკუთარი ძალისხმევით, რაც არ უნდა შექმნას მან სისტემები, ის ჩავარდნილი ამ მდგომარეობაში ვერაფერი ვერ გააკეთილშობილებს და ამაოა მცდელობა, ყველანაირი მცდელობა, რომ ცოდვა ჩვენ მივათვალოთ რაღაც ისეთ ადამიანის შეცდომას, რომლის გამოსწორება ჩვენ შევძლებთ უკვე მას უკეთეს გზას ვაჩვენებთ. დაუშვათ წარმატების გზა, იქ ჯანმრთელობის გზა, იქ დაუშვათ ხელოვნებით გატაცება, იქ დაუშვათ აი თუდას მარქსს ჰქონდა დაყვანილი იქამდე რომ ადამიანი უბედურია და იტანჯება იმის გამო რომ ბატონები არიან და მემამულეები არიან და თუ მოვსპობთ ამათ ჩაგურას და ყველა თანასწორი იქნება, ბედნიერი იქნება ადამიანი. ლამის იქამდე მივიდა რომ ადამიანი აი განმანათლებლები იყვნენ, უტოპისტები მე-19-მე-18 საუკუნეში ოკეანეებს ლიმონათებად გადავაქცევთო და ადამიანი როცა შრომის იარაღები ექნებათ, პროდუქტი ბევრი ექნებათ, ყველა ბედნიერი იქნება. ნუ ამის ყველაფრის აბსურდულობამდე დღეს ჩვენ მივდივართ, რომ ადამიანი შეიძლება იყოს აბსოლუტურად უზრუნველყოფილი მატერიალურად და პირიქით სულიერად იყოს ძალიან ესე იგი მწვავე მდგომარეობაში და ესე უბედური სრული ამ სიტყვით ნიშნავები და ამავე დროს პირიქითაც. ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს კიდევ ამაზე ზარიაჩოს ეთერში. დაგლოცოთ უფრო მაგნაც. თქვენთან ასეთი პრაქტიკული კითხვა მექნება. მე ეკლესიურად ვცხოვრობ რამდენიმე ხანია, რამდენიმე წელია. ახლახანს დავოჯახდით. ჩემ მეუღლეს აქვს სურვილი იმისი, რომ მარხვა დაიცვას და ზოგადად ვიმარხულოთ. მაგრამ რამდენიმე მცდელობის დროს დავაკვირდი ერთ რაღაცას. მარხვის პირობებს ვერ იცავს, უჭირს. ამავე დროს სურვილიც აქვს. ჩემმა მოწყარმა გადადგა მისკენ ნაბიჯი და შეუმსუბუქა მარხვის პირობები დასაწყისისთვის. არც ეს მოეწონა და მან ჩათვალა, რომ ეს არ არის ის მარხვა, რაც ზოგადად მარხვა უნდა იყოს. არა და სურვილი აქვს. საბოლოო ჯამში წვალობს ისიც, წვალობ მეც და ძალიან გვინდა რომ გამოსავალი უნდა.
როგორ მოვიქცეთ როგორ მივუდგე ჩემს მეუღლეს ანაირად გავაგებინო ან როგორ ჩავაწვდინო იმის არს რომ ან უნდა ცოტა შერბილებულად დაიცვას ეს მარხვა და ან კიდე საერთოდ დანებოს თავი ამაზე ფიქრს იმიტომ რომ აშკარად ვერ ასრულებს და ძალიან წვალობს ძალიან საფრთხილო აქაც ისე იგივეს მივადექით როდესაც მარხვა გაიგივებულია რაღაცის შესრულებასთან, აი ძალიან გთხოვთ, აი ისე ვიმეორებ, ამიტომ თქვი მე თავიდან და კიდე გავიმეორებ, ჩვენ ძალიან ისეთი კითხვები გვაინტერესებს, რომელიც უფრო მეორე ხარისხოვანია და კიდე იმ კითხვებზე პასუხის გარეშე შეიძლება ქრისტიანული ცხოვრება და უმთავრესი კითხვა არ მოგვდის და მე ვწვალობთ უკვე მე ვერ ვერკვევით და რატომ? იმიტომ თავიდანვე არასწორად მივუდექით. ამიტომ ჯობია რომ უმთავრესზე უფრო გქონდეს აქცენტი, ანუ როცა მარხვა გაიგივებულია უკვე რაღაც პირდაპირ აკრძალვას და კეთებასთან უკვე და ზოგადად ქრისტიანობაც ლამის აი ეს უკვე პრობლემაა ძვირფასო დებო და ძმებო, კარგად გაიგეთ. აქ ლაპარაკი არა იმაზე რომ მარხვა არ უნდა დავიწყო, ყველაფერი საჭიროა, მაგრამ გასარჩევია რა არის საშუალება და რა არის მიზანი. ჩვენ მიზანი გვავიწყდება ვინა ვართ ქრისტეში, რა გვაქვს, რა მოგვეცა და ამის გარეშე პირდაპირ საშუალებების შესრულება გავადავაქციეთ მიზნად. მარხვა როგორც საშუალება და არა მიზანი და ამ დროს მარხვა როცა თვითმიზანი ხდება და ადამიანს ქრისტე არაა გააზრებული, მისი სიხარულით არა აქვს გული გახარებული, უკვე ეს რუტინა ხდება, უკვე სიმძიმე ხდება, ბუნებრივია ვერ შეასრულებს. ეს რაღაც ვალდებულებასავით გამოდის და ქრისტიანობა ყველაზე ნაკლებად არის ვალდებულება. ქრისტიანობა უფრო მეტის ვალდებულება კი არა, ეს არის თავის მიძღვრა იმისთვის, ვინც ჩვენთვის თავი გაწირა. ეს არის ჭარბი, სიყვარულის, აი ხო გქონიათ ყველას ასეთი მომენტი, როდესაც ძალიან დიდ სიკეთეს გაგიკეთებს ადამიანი გამოუვალი მდგომარეობიდან რომ ამოგიყვანს. იმის იქით რომ საშველი არ იყო, ეს იქნება ვალი ჩავარდნილი იყავი, თუ და სიკვდილ მისჯილი იყავი დაუშვათ, ან რაღაცა გჭირდა, ამ დროს ვიღაცა მოდის და საკუთარ თავს წირავს შენთვის, გამოყავ რა გრჩება შენ? აი რისი სურვილი გრჩება? რაღაცნაირად საპასუხო სიყვარულით უპასუხო იმას, ვინც ასე შეგიყვარა. ჩვენ გვიყვარს ის ვინაიდან მან პირველმა შეგიყვარა ჩვენ. ამიტომ ვისაც ეს ქრისტეს მიერ სიყვარული, რომელიც ჩვენთვის უფალმა აღასრულა, არ შეუცნია ოდნავ მაინც ეს გემო არ უგზნია მიტევების სიხარული, განწირულობიდან გამოყვანის სიხარული, ამით იწყება პირველი ფუნდამენტი, ეს არის ქრისტიანობა. შემდეგ მარხვა რას ისე მარხვალიშა დაცვას, შენახვას, რა დავიცვა, რა შევინა, აი ის სიხარული, რომელიც მე უკვე მომეცა ქრისტეში. იმიტომ რომ ამ სიხარულს ჩვენ ისე ვერ შევინარჩუნებთ, უბრალოდ რომ დავდოთ ისე რაღაცნაირად დავაკონსერვოთ, ან რაღაცა სადაც შევინახოთ, შემოვდო. არა, ის მუდმივი მიყურადები, აი როგორც უშვილო რო იყოს ადამიანი ან წყვილი, ამ დროს ეყოლათ შვილი. უდიდესი სიხარულია, ხო, დიდი ხნის შემდეგ. მაგრამ ერთია სიხარულია, ხა მეორე ამ სიხარულის შენარჩუნება, ფხიზლობა იმაზე, რომ ეს სიმწირით დაბადებული შვილი ძლივს რო გვეყოლა, ახლა მოდი და შევინ, აბა რამდენი რუდუნება ჭირდება რომ შვილი გამოზარდო. თავარი ეგ არის, ხო, დაბადება ერთია, მეორე გამოზარდა, არანაკლებ. ასევე ამ შემთხვევაში და როდესაც ადამიანი იწყებს მარხვას პირდაპირ იმის გამო, რომ გაიგო, რომ ვიღაცები მარხულობენ. მოდი რა და ამიტომ მონათლულია ბავშვობაში. კი ბატონო, როგორც ქართველი მართლმადებელი გასაგებია მოინათლა, მაგრამ ქრისტიანობა ყველაზე ნაკლებად არის აქტი, რომელიც ჩემი ნების გარედან სრულდება. ქრისტიანობა ყველაზე მეტად არის შესმენის რელიგია, გაცნობიერების, გააზრების, მე ვამბობ სიღრმისეულ დონეზე, არა ტვინისთვის, არა ლოგიკისთვის, სულისთვის. რწმენა მოსმენიდან, მოსმენა ღმერთის სიტყვიდან. მოსმენიდან როგორ ისმინო თუ კი არ იქადაგეს, როგორ იქადაგო თუ წარგაზავნილები არ არიანო. ამიტომ მოციქულები ხარების სიტყვა მოდის, ვისთან მოდის? ადამიანთან, რომელიც ცოდვის სიმძიმისგან არის სიკვდილამდე დადრეკილი, გაუხარებელი, წინ არაფერი არ ჩანს სიკვდილის გარდა. წლები გადის, რაღაცა პატარა სიხარულს ორმაგი წუხილით მოიპოვებს ხოლმე ამ გზაზე და არაფერი არ არის. და აი აქ ამ გაუხარებელ ყოფაში შემოდის ხარების სიტყვა. ეს ისეთი დიდი სიცხადით ნათდება, რომ ადამიანი ამ ხარების სიტყვით თანააღდგება, ამ სიხარული მას აღანთებს ეს სიტყვა. სიცოცხლეში, აი მე უკვე გზაზე, როცა მე სიხარული მივიღე, აჰა უკვე მე
ეკლესიის გარეშე ჩამიქრება, ვერ შევინარჩუნებ, როგორც ბავშვი რო დაიბადება, მაგრამ დედის წიაღის და სახში ოჯახური პირობების გარეშე ის ბავშვი უბრალოდ ტყეში რო დარჩეს, იქ სადაც დაიბადა, სადაც მივატოვოთ ის ვერ გაიყან თუდეს თესლ, რომელსაც დავთესავთ. თუ კი ჩვენ ის არ შემოუღობთ ის ადგილი და ჩვენი მუდმივი ზრუნვის ობიექტად არ ვაქციეთ, ჩვენ ვერ მივიღებთ ჭირნახულს. აი ჭირნახული უკვე სიყვარული, აი ჭირნახული გვაცხოვრებ ჩვენ უკვე. ჩვენი რწმენა გვაცხოვრებ, ჩვენ ერთიარო ქრისტემ გვაცხოვნა და მოგცა, მაგრამ ეს არის ერთი მხარე, შესაძლებლობა. ქრისტე რო არ ყოფილიყო, ჩვენ საერთოდ დაკარგული იყო და საერთოდ აზრი არ ქონდა ცხონებას და არაფერს. მოგვეცა, ძე მოგვეცაო, გვიხაროდეს. ახლა სიხარული რა არის? გამოზარდოთ და როგორ შეიძლება როცა ასეთი სიხარული, ანუ რომელშიც მაქვს მე გადარჩენა და მარადისობა, ამ სიხარულში, ამ გადარჩენაში, ამ წმენაში, მე ის არ გამოვზარდო. მე ყველაფერი მთელი ჩემი არსება არ მივცე იმას, რომ ის ჩემ გულში არ გავახარო და ნაყოფი არ გამოვაღებინო. აი ეს არის დიდმარხვის არსი სწორედ და კონკრეტულად დიდმარხვა, იმიტომ დიდმარხვას დიდი აღდგომის დიდი სიხარული რომ მოყვეს. ეს არც არც დაგჭირდებოდა ჩვენის დიდი მარხვა ჩვენ რომ შეგვენარჩუნებინა აღდგომის სიხარული უწყვეტად, მაგრამ ჩვენი დაცემული ბუნების გამო ჩვენ გზადაგზა ვკარგავთ ამ სიხარულს. ვკარგავთ და ისევ რომ აღდგეს ის თუ ის ჩამქრალია ის სიხარულის პატარა რაღაცა ნაღვერდალის თუ არ არის, მაშინ როგორ რა უშველის, მაშინ მარტო მარხვის აკრძალვა გამოდის, მაშინ რაღაც საჭმელს არ ვჭამ, იქ რაღაცას ვესწრებით და თითქოს ამ საქმეებით მე რაღაცა და რას მივიღებთ ამ საქმეებით. ეს არის მარხვა, ანუ დაცვა და მიყურადება იმაზე, რომ ჩვენში ის პატარა ის სიხარული, რომელიც მე აღდგომის სიხარულით მომენიჭა, გადარჩენის სიხარული, აი ეს გავაღვიო იმდენად, რომ აღდგომის დიდ სიხარულამდე აღვაზევო, რომ თან აღდგომის სიხარული განვიცადო. ზარია ჩვენს ეთერში. დამლოცეთ მამაო. დაგლოცეთ პალმაგენაც. მე უკვე ვილაპარაკო? დიახ. მამაო, მე ტალენტიხის რაიონი ჯვარიდან ვარ. და თქვენი მოსწავლე 1988-99 წლებში ისტორიას მასწავლით და ძალიან გამიხარდა. რომ დაგინახეთ ახლა ტელევიზორში, ნუ ადრესმა მინდოდა, მაგრამ ვერ გამომდიოდი. და უბრალოდ მინდოდა მომეკითხეთ. ძალიან გამიხარდა და ძალიან მოყვარდა თქვენი ფოტოებით. ბევრი გვაგადაღებული და სულ ვიხსენებთ ახლა დავრეკეთ კლასელებთან და ყველას გავაგებინე, რომ თქვენ ახლა ჩვენსკენ იქით არაჩვენებთ, ახლა მე თვითონ აქ თბილისში ვარ. და ყველას გაუხალდა თქვენზე, ახლა რომ შეუთვალე და რომ უთხარი თქვენზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან გამახარეთ, ძალიან და მომიკითხავ ყველას დიდი სიყვარული და მე მაშინ ახან ეს კითხვა დაისვა სანამ რეკლამაზე გავალთ. მე ცოტა ისეთ ლირიულ გადახვევას გავაკეთებ დიდ მარხვის დღეებში, რომ ძალიან არ დამძიმდეთ და ცოტა ისეთი შევიტანოთ. ესეც ისევ წმენას უკავშირდება, ოღონდ ცოტა ისეთი პირადულია, ეს არის 80-იანი წლები. ძვირფასად მეგობრებო, მე მაშინ ვასწავლით სწორედ როგორც თქვა აქ ვინც დარეკა ჯვარის საშუალო სკოლაში 86 წელია, როცა კომუნიზმი და კომუნისტური სისტემა არის მთელი ისეთი დგას და ჯერ არ არის კიდე ისე რყევები ისე დაწყებული და ამ დროს ჩემში მოხდა ძალიან დიდი ფერიცვალება, შინაგანი სულიერი მართლაც ქრისტეს რაღაც აღდგომის სიხარული, აზეთაც ახლა ვაპარაკობდი და მე ვერ შევძელი უბრალოდ რომ გამეგრძელებინა მესწავლებინა ისტორია სკოლაში, ვინაიდან ისტორია იწყება სწორედ ამ პირველ ყოფილი თემურწყობილებით, შემდეგ უკვე კომუნიზმის იდეოლოგია და მთელი ესეთი საკითხებია და ჩემმა შინაგანმა სარწმუნოებრივმა კრედომ ამან არ მომცა უფლება და მე ფაქტობრივად სკოლები რამდენიმე სკოლაში ვასწავლიდი. ესეთი პერიოდი იყო, მივატოვე და 4 წელი მე ფიზიკურად მუშაობდი, ამის გამო სწორედ ვიქ აღრიცხვაზე ვიყავი უშიშროებაში, მე ვიყავი ყველაზე დევნილი, აბსოლუტურად არარაობა ვიყავი ფაქტობრივად ყველას თვაში, იმიტომ რომ სიგიჟე იყო მაშინ სახარება ზოგადად და რწმენი ცხოვრება. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ძალიან დიდი გამოცდილებით შევიძინე და შემდეგ როცა უკვე 99 წლიდან, ამბობს მე 99-დან ვასწავლიდი, უკვე როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო და აღზევდა, მე ისე მოვიდა სკოლის დირექტორი და თვითონ დამპატიჟე სკოლაში, იმიტომ რომ ეს უკვე ქრისტიანული ესეთი წავიდა, ესეთი
უფრო ამ კუთხით ინტერესი დიდი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ეს რუსული სკოლა იყო მან კიდე და ჯერ კიდევ ძლიერი იყო იდეოლოგია და მე როცა დავიწყე უკვე ბავშვებთან ბიბლიაზე საუბარი, ეს პირველად ხდება 99-ში, მე არ ამგონია სადმე თუ კი რომელიმე სკოლაში, ალბათ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ავანგარდი, თუ კი ბიბლიას ასე ასწავლიდნენ, მთლიანად მე ისტორიის საათები გამოვიყენე მთლიანად და ყველა კლასისთვის. ვიწყებდით პირველ ყოფილი თემური წყობილების ნაცვლად ვიწყებდით ბიბლიიდან, ადამი და ევას ისტორიიდან და მთლიანად მივყვებოდით, ესეთი იყო დეცკაი ბიბლია ერქვა, ილუსტრირებული რუსულ ენაზე და რუსულ სკოლას ვასწავლიდი მაშინ სულ პირველად, მე ქართულზე გადავედი, მაგრამ რუსულში. მაგრამ ეს რო გაიგეს სკოლის მასწავლებლებმა, ეს რუსები იყვნენ ძირითადად მაშინ საბჭოთა კავშირია, ხო გესმით და მოსკოვში განათლების სამინისტროში ცენტრალურ განათლების სამინისტროში და ესა წერილი გააგზავნეს, რომ ისტორიის მასწავლებელი ბავშვებს რყნის, ასწავლის ბიბლიას და დირექტორის ზომებს არ იღებს. იქიდან კომისია დარეკეს და წალინჯიხის განათლების განყოფილებაში მოვიდა იქიდან ბრძანება თუ რა არის, რომ შემოწმებინათ ეს სკოლა რა ხდება იქ. მაგრამ როგორც კი მოვიდა კომისია, მე გამაფრთხილეს, რომ შენ თუ არ მიატოვებ ამ სწავლებას, უშიშროებაც დაინტერესებულია და პრობლემები გექნება, მაგრამ კიდე გეუბნებით, რომ ეს ისეთი პირველი სიყვარული და ეს სიხარული ქრისტეს მიერ იმდენად დიდი იყო, რომ მე ახლა კარგად გამიგეთ, მე ჩემს პიროვნებაზე არ ვამბობ, ეს არის უფლის საჩუქარი და მადლი, რომელსაც უფალი იძლევა მერწმუნე ძვირფასო მეგობრებო, საერთოდ პრობლემას მცირე რწმენა ქმნის, დიდი რწმენაში ჩადებულია ყველაფერი, რათა ადამიანმა უერთგულოს ამ რწმენას. უფალი არასოდეს არ დაადებს ადამიანს იმ ტვირს, რომელიც ზიდვა მას არ შეუძლია და სწორედ ამიტომ ვთქვი მე, რომ ვინც მარხულობს, იწყებს მარხვას და უმძიმ, არასწორი მიდგომა, მარხვას იყენებს როგორც საშუალო, რაღაცა ხომ უნდა აკეთო. აი სწორედ ამაშია საქმე, რომ პირიქით დიდ მარხვას სწორედ იმიტომ არის, რომ შენ არ უნდა აკეთო, შენ უნდა იწმოდეს, ვინც შენთვის გააკეთა. და ადამიანური ბუნება მიახვედროს იმას და უარი თქვა სწორედ იმას, რომ მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ცოდვის განცდაც ყველას დიდი მადლია. ჩვენ რომ მეტი გქონდეს ცოდვის განცდა, ანუ ცოდვის რას ნიშნავს, რომ მე არაფერი არ შემიძლია გავაკეთო. აბსოლუტურად არაფერი. მაშინ ერთ წამში მოხდებოდა აღდგომის სიხარული მოვიდოდა ამ უძულების მერე, მაგრამ მთელი პრობლემა იმაშია, რომ მე ეს არ ვიცი და მგონია რომ რაღაცას სწორად ვაკეთებ, მგონია რომ მე შემიძლია ღმერთისთვის რაღაცა გავაკეთო და არ ვჩერდები და აი ამ სწორედ ამ მოუხელთებელი ბუნების მოხელთება და მისი მოტეხვა და მიყვანა იქამდე რომ ის დანებდეს და გაიხაროს იმით, რაც ქრისტე მისთვის გააკეთა. აი აქამდე მისაყვანად არის მარხვა საჭირო. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ კიდევ შემდეგ ახლა გავალ ცოტა ხნით რეკლამაზე და კიდევ ამ გავაგზელებ სწორედ დიდი მარხვის ამ მნიშვნელობაზე ლაპარაკს და შემდეგ დანარჩენ თქვენ ზარებსაც უპასუხებთ. ცოტა ხნით გავალთ რეკლამაზე. ერთგვარად დელემახურებლები ჩვენ ვაგზელებთ ჩვენს გადაცემას და ისევ და ისევ ჩვენ ამ დიდ მარხვის გარშემო ვსაუბრობთ და ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია ის კი არა თუ რას ვაკეთებ ჩვენ, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ სწორი მიდგომით ვაკეთებ თუ არა და მთელი ქრისტიანობა სწორედ ეს არის სინანული ზოგადად, სინანულით იწყება და ეს არის სინანულის დიდი კანონი და ეს უნდა გავიაზრო თვითონ სიტყვა სინანული რა არის. სინანული ეს არ არის შენანება რაღაცების გამო, რაც დავაშავეთ, გავაკეთეთ, დავუშვათ, განვრისხდით, რაღაცა მოვიძულეთ, შეგშურდა, დავწყევლეთ, შევიგინეთ, ვიმრუშეთ. კი ბატონო, ეს უამრავი ვწოდავთ აქ, რასაც ვწოდავთ, იმას კი არა, სინანული თვითონ ცოდვა რო ვარ. მე თვითონ ბუნებაა ჩემი ცოდვა. თვითონ ზოგადად ეს ამის დანახვა, იმიტომ რომ დანახვით სწორდება ყველაფერი. ამიტომ სინანული სიტყვით ეს იოანე ნათლისმცემელი რომ მოდის მაცხოვრამდე და ამზადებს გზას, განამზადეთ გულები უფლისათვის, ხომ? გაასწორეთ ბილიკები, მაღლობი დამდაბლდეს, დაბლობია ამოივსოს, ხევი ამოივსოს, მიხული გზები გასწორდეს, ქვები გადააწიეთ გზიდან, გადააგორეთ, რატომ ეს ყველაფერი? და იხილავთ ის ვინც უკვე მოვიდა. ახლა რა სიმბოლოა ეს საოცარი, ახლა რაც აქ აღწერილია, ეს პირდაპირ ხო არ უნდა გავიგოთ, რომ მართლა რომ რაღაცა გზები გავასწოროთ და ხევი ამოვავსოთ ლაფათქებით ლამის და რაღაცა დაბლობი, რაღაცა ტექნიკის ძალით მაღლობები დავამდაბლოთ. ეს აბსოლუტურად ეს არის სიმბოლური ენა.
და ლაპარაკია მიხოულ მოხვეულ გზებზე, რომელიც ჩვენმა ტვინმა და ჩვენმა დაცემულმა ბუნებამ შექმნა. აი აქ კრეტელის კანონში წერია, რომ განვბძარე მე პირველი სამოსელი, რომელი პირველიდან მიქსოვა ღმერთმან და ვძემე შიშველი. მომოსიეს მე ხენეში კვართი, რომელი მიქსოვა გველმან ედემს განზრახვითა და კდემულ ვარ შენგან. ანუ აქ წერია, რომ მე პირველი შესამოსელი, ანუ 64-ეული შესამოსელი, ის ბრწყინვალება ღმერთთან მშვიდობა, აი ეს რომელიც ღმერთმა მომიქსოვა მე პირველიო, ეს დავკარგე, ეს შევლახე და უკვე შიშველიო გავშიშვლდი და მე ახლა უკვე ეს უხეში კვართი მაცვიაო, ხენეში კვართი, რომელიც გველმა მომიქსოვაო და შენგან ვარ განდევნილიო და ანუ შენგან ვარ დაშორებული ამის გამო. აი რა არის ის პირველი სამოსელი, რომელიც ღმერთმა ეს არის ღმერთთან ურთიერთობის სიმშვიდე, ეს არის შესამოსელი. აი ამ სიმშვიდეს და აი ამ უბიწოებას უმანკოდ დგომას, ბავშვი დგომას ღვთაებრივი სიწმინდის და დიადის წინაშე, ამას კარგავს ეს ცოდვა, აი ცოდვა რომელიც ხდება აქ ჩემში. ამ შემთხვევაში იქ რაც ენა არის ბიბლიაში დაწერილი, ღმერთი გაბრაზდა, განდევნა 60-დან დაწყევლა, იქ მიუსაჯა რაღაცები, ეს თითქოს ისე ჩანს, რომ თითქოს ამას ღმერთი გარედან აკეთებს და ამ შემთხვევაში თითქოს ადამიანს უთანაგზობთ, ადამიანი რაღაცნაირად დასჯელია და ღმერთი სასტიკად ჩდება. ეს ყველაფერი არის ის ენა, პედაგოგიური ენა, რომლითაც რეალობას გვიცხადებს ჩვენ უფალი, ამენით. და აქ შემთხვევაში ყველაფერი ეს ადამიანში ხდება. მასში მოხდა ეს შიში, მასში მოხდა ეჭვი, ბოროტების სასიკეთის ხის შეცდომი და ამან თვითონ ის ადამიანში მომხდარი ეს სიხენეშე, ეს შიში, ეს სიცხვილის გზნობა კარგავს და წარმოადგენს ღმერთის სახეს მის გადასახედიდან ასეთად. აი ეს მისი პროექცია ის აქ მოხდა. უკეთ თვალი შენი ბოროტია, მთელი სამყარო ბოროტია, მთელი სხეული ბოროტია. დაახლოებით იქ ღმერთის სიყვარული არ იცვლება, ღმერთი არც ბრაზობს, არც რისხდება, არც ნაკლებად უყვარს ვიღაცა და მეტად მეორე ის უცვლელი დიდი ნათელია, დიდი სიყვარულია. ოღონდ ეს დიდი ნათელი, დიდი სიცხადე იმ შემთხვევაში არის ჩემთვისაც ნათელი, როცა სწორ მიმართებაში ვარ მასთან და ვტკბები, მაგრამ საკმარისი მე დავარღვიო მის მიმართ, ჩემი დამოკიდებული გადავწდე სწორი დამოკიდებულებისგან, მაშინ იმ წუთას მე ის რაც თავისთავად მშვენიერია და კარგია და სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში ნეტარებით აღმავსებელია, მე მექცევა უკვე ხენეშ სამოსელად რო იტყვიან, უკვე მიფუჭდება ურთიერთობა და უკვე ტანჯვას მაყენებს მასთან ყოფნა და სწორედ ეს არის სამოთხე და განდევნა, როცა ის პირველ ყოფილ უბიწო დამოკიდებულებას კარგავს ღვთაებრივ ნათელთან. აი როგორც რომ შედარება რო გავაკეთოთ, ცეცხლთან სანამ სწორ დამოკიდებულებაშია ბავშვი, როცა უჯდება ცეცხლს, თამაშობს მისი ელვარება, ელამუნება, სითბო, ცეცხლის რაღაცა ისეთი ტკაცანიც კი მოწოს, ლამაზია ფერითად, მაგრამ თავისი უცოდინდრობის გამო და გამოუცდელობის გამო შეიძლება იმდენად წაეთამაშოს, რომ ცეცხლთან ახლოს მივიდე ხელი მოკიდოს. და იმ წუთას ის რაც თავისთავად მშვენიერი, ლამაზი და ესეთი სასიამოვნო იყო, ძალიან ისეთ დამთრგუნველ და მტანჯავ ძალად გადაიქცევა და უკვე მთელ წუხილს და ტანჯვას მოუტანს ბავშვი. თორე ცეცხლი ისევ ისეთია. ანუ რა შეიცვალა? ცეცხლის ბუნება არ შეცვლილა, ისევ ისეთია, შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ მიმართულებას დამოკიდებულებაში შეგვეშალა და მივიღეთ უკუდარტყმა, ასე ვთქვა. ამიტომ სწორედ ის რაც დაირღვა აი ხენეში სამოსელი, ეს არის რომ ის სიამოვნება და ნეტარება ღმერთთან სწორი დამოკიდებულებასა დაიკარგა და ქრისტე მოდის ისევ ადამიანის მოდგმის ძე, რათა გამოისყიდოს ეს ცოდვა, ანუ აცდენა, რომელმაც ჩვენ ეს ცხოვრება დაგვიმახინჯა, ეს წუთისოფელი წარმოშვა, ეს წუთისოფელი ჩვენზე დგას, ჩვენ ცოდვაზე. ის არ არის გარედან ღმერთისგან შექმნილი, ეს არის სასუფეველი აქ არის, ქრისტეს ეკითხება, როგორ მოვა სასუფეველი, როდის მოვა, ეს კითხვაც არასწორია.
ის ყოველთვის აქ არის 64 არსად არ წასულა ეს ჩვენ სულშია შიგნით არის ჩვენ წავედით მისგან ჩვენ გადავფარეთ და ჩვენი წუთისოფელი არის ჩვენი შიშისგან ჩვენი კდემებისგან სირცხვილისგან მოქსოვილი უხეში ხედვა ჩვენი ცხოვრების წესი აი ეს როგორც კი გაუქმდება გამოვალ ჩვენ აქედან ანუ მივიზიდებით ქრისტესკენ ანუ ამ მიხოლ გზებს ანუ ჩვენი ტვინისგან ჭკუისგან შექმნილ ესეთი მოხერხებებს რაღაცა ისე ცხოვრებისგან ჩვენს დამოკიდებულებებს ჩვენს შეძენილ თვისებებს ვნებებს ჩვევებს ყველაფერს გავასწორებთ გამოვალთ აქედან განვიძარცავთ როგორც იტყვენ ამ შესამოსეს რომ ჩვენი დაცემისგან შევიძინეთ და ქრისტესკენ გავეშურებით გამოვალთ აქედან ეს არის ჯვარი უარყოფა საკუთარ თავი მაშინ ჩვენ ისევ ერთიერთზე ბრუნდებით იმ ნეტარ მდგომარეობაში რომელშიც ვიმყოფებით და უფრო ამაღლებულშიც რომლიდანაც ჩვენ არ გამოვარდებით ზარია ჩვენს ეთერში მამაო დაგულოცეთ ესე იგი ჩემი შეკითხვა ორ ნაწილისგან შედგება ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო პირველი რაც შეეხება დიდ მარხვას ცნობილია რომ განსაკუთრებით მონასტრებში ესე იგი ძმები ბერები და ასე შემდეგ ცდილობენ მაქსიმალურად დიდ მარხვაში იყვნენ მოწყვეტილი გარე სამყაროსგან და სულ ლოცვაში და ღამის თვეებში გაატარონ ეს პერიოდი და რაც შეეხება ერის ადამიანებს იგივე მრევლს აი მეთოდი მაინტერესებს როდესაც ჩვენ მაგალითად სოციუმში ცხოვრობთ დავდივართ ქუჩაში მუშაობთ დავდივართ სხვადასხვა ღონისძიებებზე ხედავთ თვალი ხედავს საცდურს ყური ისმენს საცდურს როგორ მოვახერხოთ რომ აი ეს ხედვა და სმენა რასაც ჩვენი ორგანოები აღიქვავს არ გადავიდეს გონებრივ აღქმაში და იქ გავაჩეროთ და დავბლოკოთ ანუ ჩვენ ხო ვერავიკრავთ თვალებს ყურებში საცობებს ხომ ვერ გავიკეთებთ ბუნებრივად დავინახავთ და ვისმენთ მაგრამ გულის თქმაში როგორ არ გადაიზარდოს ეს და არ განვითარდეს აი თუ არსებობს ამის კონკრეტული რეცეპტი ახლა იძახიან რომ პირჯვარი უნდა გადაიწერო იძახიან რომ რაღაც ლოცვა უნდა თქვა მაგრამ აი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე როგორ არ გადავიყვანოთ ეს სიღრმისეულ აღქმაში რასაც უკვე მე ვნებები და ცოდვები მოყვება და შემდეგ მეორე შეკითხვა ძალიან მოკლე ცნობილი ეფრემ ასურის აღსარება რამდენად სასარგებლოა რომ დიდ მარხვაში ვიკითხოთ მადლობთ დიახ, საინტერესო შეკითხვა. მოდი ასე ვთქვათ, ქრისტიანობა არ არის ასკეტური რელიგია. არ მოსულა იმისთვის, რომ ჩვენ წუთისოფელიდან გამოვიდეთ, უარი თქვა ჯერ ერთი, როგორ გამოვალთ, აქა ვარ ჩვენ. ქრისტეს განდგომილებას არ ქადაგებს ამ ხრივ არც თავშეკავებას მე კარგად გამიგეთ ეს ყველაფერი თავისთავად აუცილებელია მაგრამ მე ვამბობ ერთ მხარეს ანუ აქედან ეს არ არის ქრისტე იძლევა ჭარბ სიცოცხლეს აი როგორც საცხი თვითონ ეს ცხებულება სიტყვა აქედან მოდის რუსულად პამაზანი დუხა სვეტოვა ასეთი გამოთქმა სინოდალურ თარგმანში ანუ ცხებულება რომელიც თქვენ მიიღეთ თქვენში რჩება ანუ ქრისტე ამ წუთის სოფელში ჩაძირულ სხეულისგან დაუძლურებული ცოდვით დაცემული ცოდვისგან დაუზურებული აი სხეული ხო რომელსაც არ შეუძლია რჯული შეასრულოს სიკეთემდე ამაღლდეს ნებაც კი ჩათრეული აქვს ცოდვას დაზიანებული აქვს თლიანად ადამიანს და ვერც მორალი ვერც შეგონება მას ვერ შველის აი როცა ასე მდგომარეობაში იმყოფება რა ხდება ქრისტეს არ მოაქვს კიდე ახალი დამატებით მცნება ან შეგონება თუნდაც ან რაღაცის გაკეთებას კი არ თხოვს რას თხოვს როცა ჩვენ არაფრის შემძლე არა ვართ აი სწორედ ამაშია საქმე როცა ვერ შეძლო ცოდვისგან დაუძურებულმა სხეულმა ანუ უკიდურესად დაძაბუნდა უკიდურესად დაეცა უკვე შეუძლებელია რამის გაკეთება და ამიტომ მოდის ამ ძე გამოაგზავნა მე მამამ ამ ცოდვის სხეულში რათა აღასრულოს ჩვენში ჩვენს ნაცვლად რჯული ესე იგი
რა არის პირველ რიგში ამიტომ არის მე რომ ვამბობ რომ თუ სწორად არ გავიგეთ ჩვენ ქრისტიანობა მაშინ ხელში შეგვიჩება ძველაღთქმაზე უარესი კიდე ძველაღთქმაში რაღაცა ფიზიკურად არსებული რაღაცების მოთხოვნა იყოს ფიზიკურად არ იმრუშო ფიზიკურად არ იპარო ფიზიკურად რაღაც არ დააწყევლო იქ ფიზიკური შაბათი დაიცავე ახალ აღთქმაში პირდაპირ თუ ნახავთ იქ გულის თქმაც კი ცოდვა არა თუ მრუშობა არამედ გულის თქმით თუ შეხედე ქაას და ამ დროს აი როგორც ახლა შეკითხვა დაისვა ქალაქში ხარ და სადაც აიღებ თვალი ხო არ ამოითხრი და ამ პირდაპირ რო გეუბნება უკეთო თვალი გასწუნებს მარჯვენა თვალი აღმოიხდა და განაგდა და ასე ხელი არა თუ ფიზიკური მოპარვა არამედ მიცემა საჭირო არა თუ წართბევა არამედ თავის გაწირვა მოყვასი გიყვარდი ვისაც თავის შენი მტერიც გიყვარდი როგორ ამ დაცემულმა ბუნებამ რომელმაც ჯული ვერ შეასრულა 10 მცდება რომელიც ჩანდა დაწერილი იყო და ფიზიკურად შესაძლებელია ფიზიკურად შეგიძლია გააკეთო აი ეს ვერ გააკეთეთ ამ დაცემულ ბუნებას ასეთი სულიერი ასეთ სიღრმეებში როგორ შევა და როგორ შეასრულებს მაშინ რაშია გამოსავალი ნუ თუ ღმერთმა და ან უფალმა ისეთი ტვირთი დაგვადო რომელიც აი პავლე წერს რომ ჩვენმა წინაპრებმა რო ვერ შეასრულესო რატო ადებთო ისე მორწმუნეებსო თქვენ ამ წარმართებს ისე ტვირს რომელიც ჩვენ ვერ შევასრულეთო როდესაც ებრაელმა ქრისტიანებმა წარმართებში დაიწყეს რჯულის ანუ ქრისტეს წმენასთან ერთად ჯულსაც თხოვდნენ ჯულის კანონებს და საყვედურობს რატო ადებთ ისე ტვირს რომელიც თქვენ ვერ შეასრულეთ და ახლა კიდე უმატებთ მაშინ როცა ამ დროს უკვე სახარება სასიხარულო ამბავი ქვია რაზეა ეს სასიხარულო რას გვაძებ რა არის წმენა აი ესე ვიქამდე მივდივარ აი თუ ჩვენ არ გავიგეთ კარგად წმენის არსი მაშინ ჩვენ ამაოა ყველაფერი ჩვენ ისევ აი დაუბრუნდეთ წმენის მამამთავარს ა ブラ ამს პირველი მამამთავარი ჩვენი ყველას მამა ეს არის ა ブラ ამი ა ブラ ამი ებრაელების მამა არ არის ფიზიკური ებრაელების ჩვენა ვართო ებრაელები პავლეც წერდა ზოგადად სულიერი ისრაელი ა ブラ ამის მოდგმა აღთქმის შვილები ანუ ისააკი შეეძინა ა ブラ ამს როდის მას საერთოდ შვილი არ ყავდა ჯერ ეს იყო პრობლემა ღმერთი წინაშე დადის შემდეგ როცა ღმერთი ეუბნება მას გეყოლება შვილი ბოლომდე ნდობას ღმერთის სიტყვის ჯერა მაგრამ ბოლომდე არ ჯერა რომ მარტო ღმერთისგან ეყოლება და თვითონაც ეხმარება ბჭყალებში ღმერთს იმით რომ შედის თავის მოახლესთან და აგარისგან ეყოლა ისმაილ ეს არის რელიგია ანუ რელიგია რა არის რელიგიური ადამიანი ის არის რომელიც ღმერთი წამს მაგრამ თვითონაც აკეთებს რაღაცას ეხმარება ღმერთს და სწორედ ეს რელიგიური ადამიანები არიან ყველაზე პირველი მტერი ისააკის მოდგმის ანუ აღთქმის შვილების და მორწმუნეების ისინი ყოველთვის საყვედურებენ დასცინიან კიდე ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ და ის წმენას როდესაც ხარობს ისააკი არის აღთქმის შვილი როცა მკვდარი იყო ა ブラ ამი სარას საშო მკვდარი იყო ა ブラ ამი 100 წლის იყო მიღწნილი ადამიანურად საერთოდ გამორიცხული იყო რომ მათ შვილი ყოლოდა და როცა აღთქმა კიდევ ბუნება უფალი მოდის და არა აგარისგან რომ გეყოლა შვილი ისმაილი ის კი არ იქნება შენი მემკვიდრე იქნება შენი და სარას შვილი და დაარქმევთ აი ესე ანუ ისააკი დაარქმევს უბრალოდ და ისააკი ის ებრაულად ნიშნავს სიცილის ძეს ანუ ის გაეცინა ორივეს ა ブラ ამსაც გაეცინა და სარასაც გაეცინა როგორ შეიძლება ჩვენ გვეყოლოს შვილი ანუ ეს არის როცა ადამიანური შესაძლებლობები ადამიანის მოსურვება რომ ღმერთს ემსახუროს უკვე ნოლზე დავა როცა მას უკვე არაფერი არ შეუძლია თორე მიხვდა გაეცინება უბრალოდ როგორ შეიძლება რამე გააკეთოს ადამიანმა ღმერთის მას არ შეიძლება რამე გაუჩნდეს წმენა არაფერი არ შეუძლია ადამიანს ამის როცა გაეცინება ესე რომ თქვა მერე იბადება წმენა ანუ ისააკის მიხედვით ჩვენ ვართო აღთქმის შვილები ისააკშიო როგორც ა ブラ ამს ისააკი ეყოლა ასევე ჩვენი ლოგიკის ჩვენი საქმეების გვერდითავლით ჩვენ ყველაფერი სიკვდილით როგორც ა ブラ ამი იყო ესე იგი ვერ შემძლე რომ მას შვილი ყოლოდა და სარა ასევე ჩვენი გული ჩვენი გონება ჩვენი ადამიანური შესაძლებლობა უკვე ფაქტიურად ამოწურული იყო რომ ჩვენ რამე გაგვეგო ჩვენ აღრაფის გაკეთებელი არ ვიყავით ვერც ცნებების შესრულებელი ვერც ღმერთის მაამებლები და აი აქ ჩვენ აი ამ გაუსაზრდელ მდგომარეობაში წმენით თუ გვეყორ წმენა რომ ღმერთი რასაც კპირდება იმიტომ იქ წერია რომ
ამიტომ შეეთვალა მას სიმართლე და აბრაამს, იმიტომ რომ წამდა ბოლომდე და არ შეხედა თავის უძლურებას. არ დაუძლურებულა რწმენაში, როცა ხედავდა, უყურებდა რომ თავისი სხეული 100 წლის უკვე მიღწნილი იყო და სარას საშო კიდე ჩამკვდარი იყო. არ შეხედა ამას. აი ეს არის წმენა, როცა შენ იმას კი არ უყურებ, რა მდგომარეობაშიც ხარ, შენ დაცემულ ბუნებას, არამედ აღთქმას უყურებ. და ამიტომ ჩაეთვალა აბრაამს სიმართლე და ჩაგვეთვლება ჩვენც, ვისაც წამს ის, ვინც იესო ქრისტე აღადგინა მკვდრეთით, აი მისი ვინც წამს. ესე იგი წმენა ყოფილა ისააკივით აღთქმის ძის დაბადება ჩვენში. ამიტომ წეს ვისაც ძე ყავს, აქვს მარადიული სიცოცხლე. რატომ ძეს შეუძლია ჩემში აღასრულოს ღვთისდება, ძე მიცის ჩემში მამა. თორე მე არ ვიცი მამა, მე მამა კი არ ჩემი თავი არ ვიცი, მე საერთოდ განწერული ვარ. ამიტომ ვისაც ეს ცოცხალი წმენის გემო და არ მიუღედა, არ შობილა მასში ისააკი, ანუ ის აღთქმის შვილი, რომელიც არის სიცილის ძე, ვისთვის, ფილოსოფოსებისთვის, თეოლოგებისთვის თუნდაც, რელიგიებწოდნეებისთვის, მეცნიერებისთვის ეს ლოგიკას არ ექვემდებარება აბრაამს შვილი, არ უნდა ყოლოდა, აბსურდია. აბრაამში მეცნიერი ადამიანური შესაძლებლობა და პოტენცია, ადამიანური გამოცდილება იცინის, როცა მას აღუთქვა მე რომ ძეგეყოლება. ასევე არის ეს და სახარება პავლე მოციქული ამბობს, შეხედეთ ძმებო, ვინ ხარ თქვენ ხმობილი. ბევრი არ არის თქვენ შორის წარჩინებული, ბევრი არ არის მდიდარი, ბევრი არ არის სწავლული, არამედ წუთისოფლის უმეცარნია მოარჩია, ღმერთმა რათა შეარწყვინოს წარჩინებული წუთისოფლის უგუნურნი არარაობანი ამოარჩია ღმერთმა, რათა არც ერთი ხორცილი არ იქადაგდეს ღმერთის წინაშე. ესე იგი წმენა რა ყოფილა? წმენა არ არის რაღაცა დათანხმება, რომ ღმერთი არის, არც ის რომ მე მწამს რომ ქრისტე აღდგა 2000 წლის წინ, ეს არ არის წმენა რაღაცნაირად ლოგიკურ მტკიცებულებებზე აგებული თუნდაც დაჯერება რომ რაღაც ფაქტი მოხდა, მე მჯერა ეს, არა. წმენა ბევრად მეტია. წმენა არის სულის ის მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია ისააკივით აი ამ დაცემულ ბუნებაში, ადამიანურ დაუზურებულ ბუნებაში ღმერთის შვას, როგორც ღვთისმშობელი იღებს თავის წიაღში შობს მაცხოვარს და მეყავ მე ნებისამებ შენისა, ეს არ იყო ადვილი. იმიტომ ადამიანური შესაძლებლობების ეს არის მიუღებელი. აბრაამსაც გაეცინა ხო გეუბნებით და ამ დროს ჩემი ბუნებაც რომლისთვისაც აბსურდია, რომ როგორ შეიძლება მე ღმერთი ჩემში შემოვიდე, როცა მე ასე დაცემული ვარ, უვარგისი ვარ. წმენით იბადება იესო, წმენა ქრისტეს ყოფობაა, მაქსიმე აფსარებელი პირდაპირ წეს. ერთგვარი იპოსტასური ის არის წმენის ჩვენში ქონა ცოცხალი წმენის ეს ქრისტეს ყოფობაა ჩვენში იგივე. და როგორც იზრდება ნაყოფი, რომელიც დათესლია თესლი, წმენა ერთგვარი თესლი, რომელიდანაც სიყვარული აღმოცენდება, განხტობა აქედან იწყება. აი ამიტომ, როდესაც ვიც მიიღო ეს წმენის სიცოცხლე თავის არსში, უკვე ქრისტეს სულს შეუძლია ჩვენ დაგვიცვათ წუთისოფლისგან, როგორც ქრისტე ძლია წუთისოფლს. ამიტომ გვეუბნება ჩვენ წუთისოფლში ჭირი გექნებათ, მაგრამ ნუ გეშინე, მე ვძლიე წუთისოფლს. ამიტომ აგზავნის ის მას არ ეშინია. ამიტომ მეოცემული მაქვს მე მთელი ძალაუფლება ზეცაში და მიწაში. ეს ზეცა და მიწა სად არის? ეს არ უნდა ვიგულისხმოთ ზეცაში გალაქტიკები და არც მიწაში ფიზიკური მიწა. ეს ჩვენ არსებაშია ეს ზეცაში, ანუ ჩვენ სულიერება გაბრწყინებულია ქრისტეს აღდგომის სიხარულით. მიწაზე ძალაუფლება ამ ზეცას უკვე აქვს, იმიტომ ქრისტე აღდგა და ის აღდგა არა როგორც მხოლოდ ღმერთი, არამედ როგორც ზეკაცისა. ესე იგი ცა და მიწა უკვე ჩემია, ანუ ჩემი შინაგანი ეს დაცემული ბუნება, რომელიც არის ცდუნებებით სავსე, მიდრეკილი ცოდვისკენ, უკვე გამეფებულია ქრისტე შემოდის და ქრისტემ როგორც ძლია წუთისოფლს და აღდგა იქიდან, ჩემშიც ძლევს ქრისტე წმენა ყველანაირ განსაცდელს. ერთადერთია უბრალოდ ეს ცოცხალი წმენის გაღვივება. ამიტომ წერია რომ თუ სულით ძლევთ ხორცის საქმეებსო, როდესაც ჩვენ წმენის გარეშე, აი ამ ქრისტეს მიერი სიხარულის გარეშე, ჩვენი ადამიანური შესაძლებლობებით ვებრძვით ცდუნებას, მრუშობის სულს თუ რაღაცა ნარკოტიკის მიდრეკილებას თუ ქურდობისკენ მიდრეკილებას თუ რისხვას, ბოღმას, შურს, ვაიძულებთ ამ დაცემულ ბუნებას, არა თუ მოყვას მტერი შეიყვაროს, აბსურდია. ეს სიგიჟეა. ცნება ვერ შეასრულა ჩემმა დაცემულმა ბუნება ფიზიკური 10 ცნება და მტერ შეიყვარებს. ეს არასწორი მიდგომაა, ქრისტეს უყვარ ჩემში მტერი.
ამიტომ წერია რომ სულით თუ მოაკვდინებთ ხორცის საქმეებსო. ამიტომ ცოცხალი, ამიტომ ეს სახარების სიტყვა, ეს სიხარული, უკვე ქრისტეს ყოფობაა ჩემში. ეს არამიწიერი სიხარულია და ეს სიხარულია ქრისტეში, რომ მე ცოდვები მიტევებული ვარ, მკვდარია ჩემი ძველი ბუნება და ამდგარი ვარ მკვდრეთით, ეს რაც ქრისტეში მოხდა წმენით ჩემში ხდება იგივე, ჩემგან აღდგება ქრისტე და სწორედ ამ ამდგარი სიცოცხლით ამით მე ვძლევ წუთისოფელს, როგორც ქრისტემ ძლია წუთისოფელს. ეს არის ძლეველი რწმენა. ამაზეა ლაპარაკი, ამიტომ მარხვაც სწორედ რატომ გჭირდება? ეს დიდ მარხვა არ დაგჭირდებოდა ჩვენ რო ცოცხალი რწმენა შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ნათლობის შემდეგ ჯერ ის ნათლობაშიც არ ხდება ისე როგორც საჭიროა იმ ნათლის მიღება. და მით უმეტეს მე როდესაც ჩვენი ბუნება მიდრეკილია და ამდენი დავაგროვეთ, მიწიერება დაუნძიმდით. ამიტომ დიდ მარხვა ერთგვარი ქირურგიული ჩარევასავით იმ სივიწროვეში გვაყენებს, გვეხმარება გარედან, ჩვენთვის არის როგორც სტაციონარი ეხმარება ადამიანს, რომელიც დაუძლურდა ფიზიკურად და რაღაცა უზურება შეიპყრო სტაციონარში, ისევ გავაჯანსახოთ, ადამიანი ინიექციებს უყენებენ ამ დანიშნულებებს, იქ დიეტებზე ამყოფებენ, რომ ის სხეული ისევ დაუბრუნდეს პირველ სიმძლავრით. ასევე ეს მარხვა ჩვენ გვაშორებს ყველაფერი იმას, რისკენაც მიდრეკილი ვიყავით, რათა ისეთ კონდიციაში მოიყვანოს ჩვენი ბუნება, ისეთ გამართულ მდგომარეობაში, რომ ისევ იგემოს იმ აღდგომის სიხარული და ეს სიხარული როგორც კი ჩემში შემოვა, უკვე ქრისტე პავლე მოციქული წეს მე უკვე არ ვცხოვრობ, ჩემში ქრისტე ცხოვრობს, მე ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ვარ. უკვე ქრისტე ასრულებს ჩემში მცნებებს, ქრისტეს უყვარს ჩემგან მტერიც, მოყვასიც. ეს ამიტომ არის რომ ძეში გვაქვს ჩვენ გადარჩენა. და ღმერთიც ამ ძემიც ისტორია მე საიდან ვიცი ღმერთი? მამაო ჩვენს რომ ლოცულობ ჩემს ადამიანურ დაცემულ ბუნებას, მამაო არ შეუძლია უთხრა, ვისეუბნები მამაოს, აბა, სად არის? მამა ხორციელი, არავინ იცის მამა გარდა ძემ. არ ძეიცის ვინმე გარდა მამისა და ვისაც ძემ უნდა გაუცხადოს. ამიტომ მე თუ მამაოს ლაპარაკობ, ჩემში ქრისტეს სული შეღაღადებს, აბა მამაო, ის სული. ამიტომ ვისაც ქრისტეს სული არ აქვს, ის არც არის ქრისტე ღმერთისაო. ასე მოძღვრავს პავლე მოციქული. ამიტომ ჩვენი ეს უნდა გავარკვიოთ. ეს სულის ძალით ვძლიოთ ამ დიდ მარხვაში შევიდეთ, იმ ცოცხალ წმენა გავაცოცხლოთ. და როდესაც წმენა ჩემში აღდგომის სიხარულით ვხარობ, ეს ის ძალა, რომლითაც მე ყველა მტერს ვძლევ უკვე. და ამიტომ არის რომ ეს მარხვაში სწორედ ამიტომ ხედავ ეს მარხვა მე ავაღორძინე შემგან ის ცოცხალი წმენა, რომლითაც შევძლებთ წუთისოფლის ყველა ცუდუნების ძლევას და ეს არის ქრისტიანობა. აი აქ ამ წუთისოფლში ძლევა და არა ხელოვნურად გაქცევა წუთისოფლისგან. რაც შეეხება ბერობას, ეს სხვა მდგომარეობაა და აქ ეს უკვე განსაკუთრებული ერთგვარი, აი როგორც არის ჯარი და არის იქ სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც განსაკუთრებული დავალება აქვს. შესაძლოა ისინი სხვა რეჟიმში არიან. ის განსაკუთრებული რეჟიმია, თუმცა კიდევ ამბობ რომ არანაკლები წმენის ხარისხს მიაღწიეს ერში მცხოვრებმა ადამიანებმა და უამრავი მაგალითი გვაქვს ამისი, თუნდაც ანტონი დიდის მაგალითი და რამდენიც გვინდა, რომლებიც მოღვაწობდნენ ათობით წელი, მაგრამ გამოცხადებაში მათ ეუწყა და კიდეც ნახეს რომ უბრალო მეწაღეს, უბრალო ქალბატონებს იქ სამი ქალი იყო, რომელიც ოჯახში იყვნენ, უბრალოდ რაღაცასაკი მეწაღეს, მეტი და ცოცხალი წმენა ჰქონდათ ვიდრე მათ. ასე რომ აქაც არ არის ესეთი აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ცოცხალი წმენა ჰქონდეს, რომ მაინც და მაინც ფიზიკურად ვიყოთ განდგომილი წუთისოფლისგან. ზარია ჩვენს ეთერში გამლოცეთ მამაო. უფალმა დაგლოცეთ. იცით რა მაინტერესებდა ცუდად ავარ უდულურებაში ვარ, შაქარი ვაქვს, შაქრიანი დიაბეტი მაქვს და მარხვა და დიეტის დაცვა ცოტა მიჭირს ძალიან და ძალიან უხერხულობ პირად მოძღვარს რომ დავილაპარაკო ამის შესახებ და თქვენ როგორ ახსენეთ საჭიროა რომ დავილაპარაკო პირად მოძღვარს თუ როგორც შევძლებ ისე დავიცვა მარხვა. ხაბატონო იგივეს გეტყვით, დამეწუნეთ მაშინ აგერ მე თუ ჩემი დამოძღვრა თქვენ მაინც ვერ დაგაკმაყოფილებ, შეგიძლიათ მიმართოთ, მაგრამ მე დაახლოებით იგივეს გეტყვით, რასაც თქვენი მოძღვარი გეტყვით ალბათ. მარხვა კაცისთვის და არა კაცი მარხვისთვის. შაბათი კაცისთვის და არა კაცი შაბათისთვის. თქვენი მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოთ. ეკლესია არ არის ესეთი
სამხედრო რაღაცა დაწესებულება, რომელიც როგორც აი ყველა ჯარისკაცს ერთნაირი მაშინ მოიყვანს ხოლმე და აიძულებს, რომ ერთნაირ რეჟიმს დაექვემდებაროს, აბსოლუტურად ინდივიდუალურია და იმის შესაძლებლობის მიხედვით თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ ასე დაგიწესებთ თქვენ მოძღვარი, ამიტომ როდესაც თქვენთვის აუცილებელია დიეტა და ესეთი სამედიცინო ანუ ორგანიზმის პრობლემები გააქვთ ჯანმრთელობის მხრივ როცა მოძღვარს უშუალოდ ეტყვით თვითონ შეგირჩევთ ამ მდგომარეობას, იმიტომ რომ კიდევ ვამბობ, რომ ვინც დაანგრევს თავის სხეულს, ის ღმერთის ტაძარს ანგრევს. ამიტომ მარხვა კაცისთვის თქვენ უნდა დააკვირდეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მარხვა უფრო დიდია, ვიდრე ფიზიკური თავშეკავება ფიზიკური საკვებისაგან. ეს ფიზიკური საკვებისგან თავშეკავება ეს ერთგვარი ტესტია ადამიანის გასასიჯად, იმიტომ რომ მას თუ ესეც არ შეუძლია, რასაც თვალით ხედავს და რაც პირის გემოთი უყვარს, მაშინ მას უფრო სულიერი, ანუ სიტყვებისგან თავშეკავება, ჭორისგან და უშუალოდ თვალის დაცვა, მასაცდუნებელი ობიექტებისგან ფეხის დაცვა, რომ არ წავიდეს იქით, სადაც არ არის საჭირო, ეს ბევრად უფრო გაუჭირდება. ამიტომ ეს ამისთვის არის დაწესებული, ადამიანი თანდათან ამაღდეს, ისწავლოს მოკლედ თავშეკავება, იმიტომ რომ ნამდვილი თავისუფლების გზა იწყება თავშეკავების უნარიდან. და ზოგს თუ გონია, რომ თავისუფლება არის რაც მინდა ის ვაკეთო, ეს აბსოლუტურად გაუყურმართებული ხედვაა და აქ საერთოდ არაფერი არ აქვს ქრისტიანობასთან. პირიქით, ადამიანის სიძლიერე, ძალმოსილება სწორედ თავშეკავების უნარში. აი, ახლა მოდით ასე უბრალოდ რო ვთქვათ, აი რომელი უფრო ადვილია, რომ აი როცა განრისხდე, უცბად თუ დაუშვათ განრისხებისგან თავის შეკავება და შესაბამისად ჩვენ ხო ვიცით, რომ უფრო ღირებულია ყველაფერი ამ ქვეყნად, საგანიც, ნივთიც და საერთოდ ყველაფერი, რაშიც მეტი ენერგია ჩადებული და რაც უფრო დიდი ძალისხმევით მოიპოვება. და აქედან გამომდინარე სათუნებაც ის არის, რასაც ძალისხმევა ჭირდება. ანუ რისხვისგან თავშეკავება უკვე სათუნება, ვინაიდან ის მოითხოვ ძალისხმევას და გარკვეულ ესეთი შინაგან დამოკიდებულებას და ნებელობის აქტივობას, ნების ჩართვას. მაშინ როცა განრისხება საერთოდ არ ჭირდება არაფერი. და ის ბუნებრივად როგორც სარეველა რატო არის კულტურული მცენარე და არის ველური და სარეველა. სარეველას არც სასუქი ჭირდება, არც დაბარვა, არც მორწყვა, თვითონ იზრდება, იმხელა, საერთოდ არაფერი არ უნდა, ხომ? რამდენის გინდა თუ არ ამოძირკვე. მაგრამ აბა იქვე გაახარე ერთი ბოსტნეული, რომელიმე პომიდორი, კიტრი, რაღაცეები ესეთი, რამდენი ოფლი ჭირდება და შესაბამისად ჭირნახული სწორედ იმიტომ ქვია. მაგრამ ეს უკვე კულტურულია, კულტივაცია სიტყვა აქედან არის, რასაც კულტივირება ჭირდება, დამუშავება ჭირდება, ასკეზა, ესეც დამუშავება. დიახ, ასე რომ თქვენ აი ესე ჯობია, თქვენ თუ ეს უძულების პრობლემა გაქვთ, აი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ არის აუცილებელი, მაგრამ მაინც შეათანხმეთ მოძღვართან. ზარია ჩვენს ეთერში. და შემდეგ ჩვენ უკვე დავამთავრებთ მალე ჩვენს გადაცემას. მოგესალმებით, მამაო. მაინტერესებს ასეთი რამ. თუ შეიძლება ეს მარხვა რომ თავდება 1 მაისს, ჯვრის წერა რამდენად მიზან შეწოლილია მაისის თვეში და ზოგადად ანუ ის საკითხი რომ მაისში არ შეიძლება ქორწილი რამდენად არის მართალი თუ შეიძლება რომ მითხრათ ამის შესახებ. დიდი მადლობა. გასაგებია აქ ცოტა ისეთი პარადოქსული შემთხვევებიც გვაქვს პრაქტიკაში, როდესაც შეკითხვას გვაძლევენ, რომ დიდ მარხვაში ნათლობა თუ შეიძლება და ხშირად მოგვისმენია ამის შესახებ და რატო ხდება ეს კაზუსი, ესე რომ ვთქვათ, ასეთი ნიუანსი რატომ იჩეს თავს, თითქოს ნათლობას რა უნდა დაუდგეს წინ, ყველას იცნობილია, ხო? მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ეს ქართულ რეალობაში ჩვენთან მართლმადიდებლობაში ზოგადად ნათლობა არის სუფრასთან გაიგივებული, იმიტომ რომ როცა ნათლობს ნათლიები და ეს დღესასწაულია, ხო, ამიტომ როცა დიდ მარხვაში ან ჩვეულებრივ მარხვის დღეებში სამარხო სუფრა არის საჭირო და შესაბამისად ესეთი არასამარხო თავს იკავებენ, ამიტომ ბუნებრივია ხო გადადებენ იმის გამო, რომ ეს სუფრის პრობლემა არის ერთმა, მეორე, მესამე და ლამის უკვე ეს ისეთი მადიქცა უკვე არც უფიქრდებიან და ვრცელდება ესეთ ყალბი მონეტასავით, ხო შეიძლება რომ რაღაცა ვრცელდება უცბად, სანამ იმას არ მიაგრებენ, მანამდე ეს მიმოქცევაში არის გარკვეული დრო. აი მიმოქცევაში არის ხედვა, რომ ლამის ნათლობაც დიდ მარხვაში ან მარხვაში არ შეიძლება
და აი რო ჩაეძიები რატომ თურმე მიზეზად სწორედ ეს აქვს რომ ვიღაცა გადადო ეს ნათესხები იმიტომ რომ მაინც ეს სამარხოს სუფრას ვერ გააკეთებ და დაველოდოთ მარხვა გადავა და მე მოვნათოდო და ამ დროს უკვე ეს წესადაც დამკვიდრდა უკვე სამწუხაროდ მაგრამ რაც შეეხება ჯვრის წერას აქ სხვანაირად არის ჯვრის წერის საკითხი ახლა ჯვარს იწეს ქრისტიანი მართლმადიდებელი ხომ აბა ეს ხო უბრალო რიტუალი არ არის თუმცა შეიძლება ზოგ შემთხვევაში ინერციით ეს მიღებული წესია და ჯვარი აუცილებლად ჯვრის დაწერა ხა ჩვენ დროს ეს არ იყო არავინ არ წერდა ჩვენ და ძალიან იშვიათი იყო ჯვრის წერა კომუნისტურ პერიოდში და ეს ერთგვარი ინერციაც არის მაგრამ სასიკეთოა და გასაგებია ყველაფერი ამიტომ როცა მართლმადიდებლები წერენ ჯვარს ბუნებრივია შენ თუ ჯვრის წერა გინდა ესე იგი მართლმადიდებელი ხარ ხო ხა თუ მართლმადიდებელი ხარ მაშინ უკვე აქ თავშეკავების საკითხია მარხვის პერიოდში ამიტომ ეკლესია ოფიციალურად ამით ეხმარება სწორედ ადამიანებს და მიუთითებს იქითკენ რომ თქვენ რომ აი ესეთი ჯვარს იწერთ თქვენ ხართ მართლმადიდებელი წყვილი და ამიტომ თქვენ ჯვარი რო დავწეროთ მაშინ ეს თანაცხოვრების ზგან თავშეკავება ეს არის პრობლემა უკვე ეს ძალიან ისეთი მდგომარეობა არის არაფრით არ შეიძლება რომ ახლა დღეს ახალ წყვილს ჯვარი დავწერო და მე უთხრა თუ 40 დღე თავი შეიკავე ეს ისეთი ტვირთის დადება იქნება რომელიც აუცილებლად განწერული იქნება და ფაქტობრივად სოდვაში უნდა ჩავაგდოთ იმიტომ წინაზე ვეუბნებით რომ ეს არ შეიძლება და ამ დროს მივცეთ საშუალება ამის ამიტომ ეს ეხმარება ერთგვარად წყვილებს ეხმარება იმით რომ გადაწევს ამ დიდ მარხვის პერიოდში თავი შეიკვან ჯვრის წერისგან და შემდეგ უკვე ხსნილში როცა დამთავრდება მარხვა მათ შეუძლიათ უკვე ჯვარის დაიწერო და ერთმანეთთან ურთიერთობით დატყვეთ თუმცა ეს უკვე მეორე საკითხი მაინც ჩვენ წინა გადაცემებში ჩვენ შევეხეთ მეუღლეთა თანაცხოვრების პრობლემებს მარხვის პერიოდში და განსაკუთრებით დიდ მარხვაში აქ ძალიან სიფრთხილე გმართებს ვინაიდან არ დავარღვიოთ სიყვარულის კანონი კარგად გამიგეთ სიყვარული რჯულის შესრულებაა აღსრულება სიყვარული არ არის ჯამი 10 მცნებისა ზოგი აიგივებს ხოლმე ახალ მცნებას ეს ქრისტეს ახალ აღთქმას და ჩვენს მოძღვრებას 10 მცნების შესრულებასთან 10 მცნება იმიტომ კი არ მიეცა ძვირფასო დებო და ძმებო რომ მათი შესრულებას ადამიანი ცხონებული იყო არამედ 10 მცნება იმიტომ მიეცა რომ მათი მეშვეობით ადამიანი ცოდვილი დაცემული ბუნება უფრო მეტად ცოდვილი გამოჩენილიყო ცოდვილად სარკე იყო რომ სარკე რომ ის დაგანახებს შე როგორი ხარ მაგრამ ის ვერ გადაგაკეთებს შენ ხო ასეა და ამიტომ შენ იძულებული ხარ აი როდესაც მე არ მეწოდინებოდაო არიპარო მცნება რომ ეს არიპარო ცოდვას რომ არ ეთქვა მცნებას რომ არ ეთქვა რომ ეს ცოდვა ასე რომ მცნება რომ მოვიდა გამიცოცხლა ცოდვა ჩემში იმიტომ რომ მცნებამდე ეს ცოდვა არ იყო მე ვიპარავდი ბრუშობდი ჩვეულებრივი ამბავი იყო ხო მაგრამ მცნება რომ მოვიდა გამიცოცხლა მაშინ რა გამოდისო ის რა სასიცოცხლოდ იქცაო იყო მოცემული მცნება სასიკვდილოდ მექცაო არამცდა არამცო რატო მცნების მეშვეობითო ცოდვა უფრო დიდად გახდა ცოდვაო რათა მე უკვე მონანიებისგან ქრისტესთან მიმიყვანო საკუთარ თავს არ მივენდო ამ ცოდვისგან გაწამებულმა შველა ვეძებო ქრისტეში ამიტომ 10 მცნება იმიტომ კი არ მიეცა რომ ადამიანს შეეძლო მის შესრულება ამან პირიქით უფრო მეტად ეგრძნო ადამიანს თავისი დაცემულობა რომ ამიტომ წერია რომ მცნება იყო ქრისტემ და მიმყვანი პავლე მოციქული პირდაპირ წერს რომ ცოლი და ქმარი შეკრულია რჯულით ერთმანეთთან ვიდრე ქმარი ცოცხალია და ვიდრე ქმარი ცოცხალია ქალს არ შეუძლია გათხოვდეს სხვა ქმარს გაყვეს მაგრამ როგორც კი ქმარი მოკვდება ის თავისუფალია ამ ქორწინების კანონისგან ასევე ჩვენцо ცნებაზე მიკრული ასე დაქორწინებული ვიყავით ანუ შეკრული ვიყავით ცნებით ქრისტემდე და ვერ გავთავისუფდებოდით მისგან ეს ერთგვარი როგორც მოსე იმიტომ მოგცადო განქორწინების უფლება რომ ქმარი იყო ძალიან მკაცრი და რახან მას უფლება ცოლი მას ვერ დაშორდებოდა ლამის კლავდა და ჩაგრავდა და ამიტომ დაშვებული იყო ეს თქვენი გულქვაობის გამო მისაო გაყრის უფლება და არა იმის გამო რომ გაყრა აუცილებელი იყო ასე რომ ამ გულქვა ქმარივით იყო ჩვენთვის მცნება ის ტანჯავდა ჩვენ ის მის ხელში ვერ გავიხარეთ როგორც აი ცოლი ვერ ხარობს ესეთი ლოთი ძალიან მკაცრი ქმრის ხელში ხო ხდა ამიტომ ვიტანჯებოდით საშველი არ იყო ვერც სანამ ცნება იყო ცოცხალ სანამ ქრისტე მოვიდოდა ჩვენ ვერ დავარღვევდით ამ კავშირს ცნებასთან ეს მიკრული ვიყავ მაგრამ როგორც კი
ქრისტე მოვიდა ჩვენ მოუკვდით ქრისტეს სხეულით აი ამ კანონს ამ ცოლქმრობის იმ კანონს მცნებასთან რო ვიყავით დაქორწინებული ესე რო ვთქვა რომელსაც ჩვენ ვერ ვასრულებდით და ვიტანჯებოდით 10 მცნების ქვეშ ჩვენ ვოხრავდით ეს ისეთი სიმძიმე იყო რომლის ტარება ჩვენ არ შეგვეძლო და ქრისტე მოდის ჩვენს ნაცვლად ასრულებს ამ მცნებას თავის სხეულში და ჩვენ სულს გვაძლევს უკვე იმ სულს რომელთაც მან ეს მცნება შეასრულა და უკვე ჩვენ გავთავისუფლდითო აი ამ იმისგან ქორწინებისგან რო ვთქვათ ასე რომ ვთქვათ ძველ აღთქმაში და მცნებებთან და უკვე თავისუფალი ვართო ჩვენ ქრისტეში უკვე ქრისტეში ახალი მცნება მოგვიწეს სიყვარული ამიტომ სიყვარული თუ უნდა ვიმოქმედოთ სიყვარული უკვე თვისობრივა სხვა მდგომარეობა უკვე ამიტომ ჩვენ სიყვარული და დავაყენოთ მაღლა და ესე იგი როდესაც თავშეკავებაზე ალაპარაკი დიდ მარხვაში გავითვალისწინოთ მეუღლის მდგომარეობა ძვირფასდებოდა ძმებო ძალიან გთხოვ ცოლმა ქმრის მდგომარეობა ცოლი შეიძლება ძალიან ეკლესიური იყოს აბსოლუტურად პრობლემა არ ქონდეს დიდ მარხვისში თავშეკავება მას თავისუფლად შეუძლია პირიქით ხარობს კიდეც მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ თქვენი სხეული თქვენ არ გეკუთვნითო ცოლის სხეული ეკუთვნის ქმარს ქმრის სხეული ეკუთვნის ცოლს ამიტომ ამ შემთხვევაში მე ჩემი რწმენით რომ არ უნდა დავაძალო არ უნდა წავართვა მისი სხეული ქმარს ქმარი შეიძლება სუსტია რწმენაში არც მარხულობს კიდეც ამიტომ პავლე შეგვაგონებს რომ თქვენი სიყვარული მაღლა დააყენეთ ვიდრე თქვენი პირადი რწმენა პავლე გვეუბნება რომ რა იცი შენ ცოლო შენი ქრისტიანული ცხოვრებით ქმარს არ მოაქცევ ან ქმარო ამიტომ თუ ერთ-ერთს უმძიმს და ჩვენ აი ძალიან დიდი ესეთი იძულებით და ესეთი წესით არ უნდა ვიმოქმედოთ რაც შეიძლება შეგონებით რა თქმა უნდა სიყვარულით ყველაფრით მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთის წმენის მდგომარეობა და ისევ და ისევ სუგრძელებით და სიყვარულით უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი და ეს არის ისევ და ისევ ცოლქმრის გადასაწყვეტი ამიტომ წერია რომ შეთანხმებით მოიცალეთ. თუ ეს თანხმობა არ არის, ისევ ჯობია რომ სიყვარულის სახელით დავთმოთ ჩვენი მე რელიგიურობამ შეიძლება ძალიან დიდ უსულგულობაში ჩაგვაყენოს რელიგიურმა მოშურნეობამ. გახსოვთ მაცხოვარი შაბათს კურნავს დავრდომილს და მას განიკითხავენ იმის გამო რომ ეს მუშაობაში ჩაუთვალეს შაბათის დარღვევა. აი გულქვაობა და ზედმეტ რელიგიურობას რა მოყვება? სიყვარულის კანონის დარღვევა. რაღაცის გამო, რაღაც მცნებების ერთგულების გამო ვერ ხედავენ ქრისტეს წყალობას და ქრისტე ეუბნება კიდეს რომ მას საყდორობენ შაბათს რატო იმუშავეო, მუშაობაში ჩაუთვალეს და ეუბნება რომ თქვენო რომელი თქვენ განია რომ შაბათს რომ ჩაგივარდეთ ვირი ხაროში არ ამოიყვანთო და მე ადამიანი გამკურნე შაბათს ამიტომ შაბათი კაცისთვის და არა კაცი შაბათისთვის ამიტომ მარხვაც ჩვენთვის და არა ჩვენ მარხვისთვის აი ეს გავითვალისწინოთ მარხვას არ შევწიროთ ჩვენი სიყვარული და პიროვნული თავისუფლება არამედ ჩვენ მოვირგოთ და თუ ეს მარხვა ცოლქმარს გულისხმობს ამ შემთხვევაში აგვამაღლებს უფრო დაგვახოლებს ერთმანეთთანაც სიყვარულთანაც შეიძლება ზედმეტი ჩემი სიმკაცრი და რელიგიურობის საერთოდ მოვაძულო ეკლესია იმიტომ რომ ამ ეტაპზე მას მეტი არ ესმის ამიტომ ამ სიყვარული უფრო მაღლა დავაყენოთ და ამით აღვასრულებთ ჩვენ ქრისტეს რჯულს ნამდვილად და აი ასეთ სიყვარულის მეგზურობას გისურვებ ძირფასო დებოდა ძმება ამ დიდ მარხვაში შეგვეწიო სუფლის მადლი და მისი ხელმძღვანელობით მისი მეოხებით და შემწეობით ბოლომდე ხისეულად გაგვეულოს ეს მარხვის დღეები და საბოლოო ჯამში მაცხოვრის აღდგომის სიხარულის თანამონაწილეები გავხადოს ყველა ჩვენგანი ამინ მე გემშვიდობებით კიდევ მომავალ შეხვედრამდე ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახართ